შემოდი. ძმაო, მე ძახდი? მოხდა რამე? ასე რატომ მოიქეცი? რას გულისხმობ? თავად დაგიქირავებია ის ბავშვები, რომლებიც თავს დაგესხნენ. ძმაო, იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი. მერთი მიდიოდა, ის გაიქცეოდა. სად მიდიოდა, სად გაიქცეოდა? ნუ თუ არ იცი, რომ მას მაინც ვიპოვიდი. ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში შენი სურვილი წამოვიდოდა. მინდა რომ ვუყვარდე. ჩემთან თუ დარჩება, მინდა რომ თავისი სურვილით დარჩეს. თავისი ნებით. ეს ვცადე. მაინტერესებდა ამ ცხოვრებაში მისთვის რამეს თუ წარმოვადგენდი. თუ დედაჩემის მსგავსად, მისთვისაც არაფერს წარმოვადგენდი. ამის დანახვა მინდოდა, ამიტომ გავითამაშე. გულენდამ. ხომ დაინახე, დაბრუნდა. ჩემ გამო დაბრუნდა და არა იმიტომ, რომ ეს შენი სურვილი იყო. დაიკო. შენ რომ რამე მოგსულოდა? ბავშვს რომ რამე დამართნოდა? მადლობა უფალს, რომ კარგად ვართ. კარგი, საკმარისია. ნუტირი. გაგთხილებ მეორედ ასეთი სისულელი აღარ ჩაიდინო გულენდამ. კარგი? მერც ხომ არ ეტყვი? არ ვეტყვი. რა უნდა უთხრა? მეორედ მსგავსი რამაც კი იფიქრო. გესმის დაო? ახალი სახლი, ახალი ცხოვრება და იმედები. მხოლოდ იმედები. ამას ნუ იზამ გძელ წამწამიანო. არ გინდა. არ გეწყინო ზმაო, შენი ნებართვის გარაშე შემოვედი. მეტად მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. დევა წავიდა. ახლა გააჩერე და ჩამომსვი. არ გესმის? ახლა გააჩერეთ. მოკეტე მეთქი. მანქანა გააჩერე, უნდა ჩავიდე. გააჩერე. მოკეტე, ხმას ნუ იღებ. მანქანა გააჩერე. ვინ ხარ? ვინ ხარ რას მერჩით? გულჯემალის ბიჭები ვართ. გულჯემალი? ჩემი ცემის უფლებას არ მოგცემდათ. ვინ ხართ? ეგ მანამდე იყო, სანამ გაიქცეოდი. ეს ბურსას გზა არ არის. სად ვიყავართ? რა ხდება? რა თავია გვატკიე? იმას ვაკეთებთ, რაც გულჯემალმა გვითხრა. თქვენ გულჯემალის ხალხი არ ხართ. არ შემეხო. ხმა ჩაიკმინდე. გითხარით გულჯემალის ხალხი ვართ მეთქი. არ ხართ. გულჯემალს კარგად ვიცნობ. ის ჩემზე გაბრაზებული რომ ციყოს არავის მომიგზავნიდა. გაჩუმდი, ხმა აღარა მოიღო. მერთა ჩემო.
მინდა რომ ვუყვარდე. ჩემთან თუ დარჩება, მინდა რომ თავისი სურვილით დარჩეს. თავისი ნებით. ეს ვცადე. მაინტერესებდა ამ ცხოვრებაში მისთვის რამეს წარმოვადგენდი თუ არა. თუ დედა ჩემის მსგავსად, მისთვისაც არ არაობა ვიყავი. არაფერს მოიმოქმედებ? თუ გინდა გოგოს მოვძებნი. რომ ციპოვო რა აზრი აქვს. ფერშია ჩერებ ქალს, რომელსაც წასვლა აქვს გადაწყვეტილი. ეს ბავშვობაში ვისწავლე. სად მიყავართ? მიხვალ და ნახავ. ვინ ხართ, მითხარით რამე? ბერს ნუ ლაპარაკობ, ნერვებს ნუ გვიშლი, გასაგებია? საბირფარეშოში უნდა შევიდე. ეგ მოძველებული ხრიკია. მიგიყვანთ და იქედანაც გაიქცევი, არა? საბირფარეშოში უნდა შევიდე, არ გეცმის? არა. გულჯემალ ბეი შეატყობინეთ, არ მაღან ფეხლივანი მოვიდა. საბირფარეშოში უნდა შევიდე. რა ვქნა? აქ მოვისაქმო? ძმაო, შევიაროთ. კარგი, შედი, სადმე გააჩერე. რაიმე სისულელი არ ჩაიდინო, გესმის ჩემი? წამოდი. მას ვენდობოდი. ახლა შედი. დროს ნუ არ კარგავ. ტელეფონი, რომლითაც მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს დამირეკავ. ხოლო ჩემი ტელეფონის ნომერია რეგისტრირებული. შეგიძლია მე დამირეკო, მე კი შენ დაგირეკავ. ინტერნეტი არ არის. გამოვალ მდგომარეობაში თუ იქნები, საკმარისი იქნება ღილაკს თითი დააჭირო. დროზე გამოდი. გრძელი წამწამი. რა უცნაურია. ალო? გარეთ გამოდი. ალო? შენ გვერდით ვინ არის? ალო? რატომ დამირეკე, ხმას თუ არ იღებ? ალო? ჩემი დახმარება გასაჭიროება და ამიტომ დამირეკე? გამოვალ მდგომარეობაში ხარ? ტელეფონი თან გქონდეს. ტელეფონით შენს ადგილმდებარეობას დავადგენ. არ შეგეშინდეს. ნუ გეშინია, მოვდივარ. ნუ ტირი. რა ხდება? რა გითხრა? რა ხდება? დევა საფრთხეშია. მისი ადგილსამყოფელი უნდა დავადგინო.
მიდი, დროზე ჩაირთე. მიდი, ჩაირთე. უნდა დაგელაპარაკო. ახლა არ მცალია. ძმაო გულჯემალ. დევა საფრთხე ემუქრება. შენი დახმარება გჭირდება. გისმენ, მითხარი შენ რა იცი? დევა აქედან მიდიოდა, დედაჩემის ხალხმა დევა გაიტაცა. მისი საუბარი მოვისმინე, ის მას დაემუქრა. რას ამბობ? რას აპირებს? არ ვიცი, მაგრამ თქვა მწარედ ვანანებო. შენი დახმარება მჭირდება, მას მხოლოდ შენ თუ იპოვი. იჩქარე. გამოდი თორემ კარს შემოვამტვრევ. დროზე გამოდი. კარი გააღე, თორემ შემოვამტვრევ. კარგი, ახლა ვეგამოვალ. არ გინდა. დამშვიდდი. კარგი. იარაღი დამებრუნე, სანამ უბედური შემთხვევა მომხდარა. დამებრუნე. არ მომეკარო. კარგი, დამშვიდდი. რამე სისულელი არ ჩაიდინო. დაწყნარდი. იარაღის ხმარება არ იცი, დამებრუნე, სანამ უბედურება დატრიალებულა. არ გინდა გთხოვ, ამას ნუ იზამ. იარაღი შენს ხელთაა. ანუ უპირატესობა შენ გაქვს. ახლა მიზანში ამოიღე. თითის სასხლეტისკენ წაიღე. სასხლეტის დაჭიმულობა შეიგრძენი. ახლა მათზე იფიქრე, ვინც გულს გტკენს, ვინც გაწყენინა. ისინი ახლა შენს წინ დგანან. კარგად დაუმიზნე და სასხლეტს თითი გამოკარი. მიდი. თუ მარჯვენა ხელით უნდა ისროლო, მარცხენა ხელი უნდა დაახმარო. რადგან ცალი ხელით სროლა გაგიჭირდება. იარაღი შენს ხელთ არის. ანუ უპირატესობა შენ გაქვს. ახლა მიზანში ამოიღე. თითის სასხლეტისკენ წაიღე. არ გინდა, ამას ნუ იზამ. ნუ მომკლავ. მოვრიგდებით, ამას ნუ იზამ. არმაღან ბეი, მანქანა შიგნით შემოვიყვანეთ. იქ რაც უნდა მოხდეს, ამ ტბის სანაპიროზე ერთად დავსხდეთ, კარგი? როგორც ძმები, როგორც მეგობრები. შევთანხმდით გულჯემალ ბეი. მოკლედ ძმა და მიძახე, კარგი? ის მამა ჩემს როგორ გავს? მომისმინე ძმაო. მე თქვენი ძმა არ ვარ. მართლა, ძმაო? ამ ეტაპზე საკმარისი იქნება თუ გეცოდინება, რომ ის ჩვენი ყველაზე დიდი მტერია. დედა, რადგან ასეთი დარწმუნებული ხარ, ესე იგი იმ კაცს იცნობ. გულჯემალს იცნობ. ადრეც ვიცნობდი. აქედან დიდი ხნის წინ წავიდა. ის ესიზღება. არ უნდა რომ მას შევხვდე. რადგან გულჯემალი ჩემი უფროსი ძმაა. ის მამა ჩემის ვაჟიშვილია. მამა ჩემის ვაჟიშვილი.
დედა? დაიჭირე. ერთი საათის გზა. გოგო სად მიხავთ? კოორდინატები მიკარნახე. ახლავე ძმაო. გოგომ კინაღამ მომკლა. ფეხში დამჭრა. ეს გოგო შარს გადაყრის. ჯანდაბა. საქმე წესიერად ვერ შევასრულეთ. ყველაფერი გავაფუჭეთ. კარგი დამშვიდით. მოდი ასე მოვიქცეთ. ზაფერჰანიმა სადაც გაგვგზავნა, იქ ნუ წავალთ. ცენტრალური გზიდან გადავუხვიე. აქვე უკაცრიელ ადგილას ბიძა ჩემი ცხოვრობს, იქ წავიდეთ. დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. გესმით? მიდი სიშკარეს მოუმატე. მიდი, ჩქარა წადი. რა ხდება? დუმილის ტესტია ვინ უფრო დიდხანს გაძლებს? იძულებული თავად გამხადე რომ იქ მისულიყავი. თავიდანვე მატყუებდი. დევა იმ სახლში შენი ნებით, შენი სურვილით თავად დატოვე. რა სისულელეს ამბობ? მოვისმინე შენი საუბარი მოვისმინე. დევას ისეთ დღეში ჩავაგდებ რომ წარე დინანებს იმ სახლიდან რომ წავიდაო, ასე თქვი. გულჯემალთან ამიტომ მიხვედი? რატომღაც მას უფრო ვენდობი დედა? სხვა თუ არაფერი არ მატყუებს. არ მაღან. ერთმანეთს გულის საკმარისად ვადგინეთ. ჩემი აზრით ჯობს გავჩუმდეთ. არა. ამის უფლებას არ მოგცემ. უნდა შეჩერდე. დევას არაფერი არ უნდა დაუშავდეს. დევა ბურსაში დააბრუნე. ახლავე. ამ საქმეში ნუ ჩაერევი. სად მივდივართ? აეროპორტი. ცენტრალური გზიდან გადაუხვიეს. რა ხდება? ჩემი აზრით ახლოც ვართ უფროსო, სიგნალი ახლოვდან მოდის. უფროსო, სიგნალი შეწყდა. ჯანდაბა. რა ხდება? ეს ხუმრობაა? რა დაგეგმე, სპეცრეისი დააშვებინე? ეს ხუმრობა არ არის არმაღან. ცოტა ხანში თვითმფრინავი აფრინდება. რეგისტრაცია გავლილი გაქვს. ბარგი ჩაბარებულია. ლონდონში მიდიხარ. ასე ვერ გამაგზავნი. ამას შენ სასიკეთოდ ვაკეთებ. დედა უნდა მიპასუხო, რა ხდება დევას რაბედიელის. დევას არაფერს დაუშავებენ. ხომ იცი არ დავუშვებ, რომ მას ვინმე რამე დაუშავოს. არ ვიცი, შენთან დაკავშირებით უკვე აღარაფერი ვიცი. ვეღარ ხსნობ, შენ ვინ ხარ? შენ დედა ჩემი ხარ? რა ხდება? ემრულახ, გამიშვი. გამიშვი მეთქი. ემრულახ, ჰელი გამიშვი. არმაღან, აქაურობას გარკვეული ხნით გაეცალე. დაწყნარდები და შემდეგ ვისაუბრებთ. ემრულახ, რასაკეთებ? მაფიოზები ხარ? ადამიანს იტაცებთ? ემრულახ, ხვდები მაინც რასაკეთებ? ხვდები მაინც?
მივბრძანდით არმაღან ბეი. ასე არაფერი გამოვა ძმაო, საავადმყოფოში უნდა წავიდე. შენ რა გაგიჟდი? საავადმყოფოში მიხვალ და ზაფერჰანიმი ყველაფერს გაიგებს. სიკვდილი გინდა? ყველას დაგხოცავს. ცუდად ვარ ძმაო. ამ გოგოს მოვკლავ. კინაღამ მომკლა, ფეხი კინაღამ წამაცალა. მოვკლავ. ჯიანდება. გონი ეს გოგო შემოგვაკვდა. ნახე ცოცხალია? ხმა მოიღე ბიჭო, ცოცხალია? ძმაო, გოგო არს უნთქავს. კუდარია? კუდარია? როგორ თუ მკვდარია? კუდარია მეთქი ძმაო? ეს რომ ზაფერჰანიმმა გაიგოს დაგხოცავს. ახლა რა გავქნათ? Efendim? გისმენთ. Peki efendim. დიახ ბატონო. Tamam efendim. გასაგებია ბატონო. Kim aradı? ვინ დაგირეკა? მითხარი ვინ დაგირეკა? ზაფერჰანიმს უთქვამს გოგოს გაქცევის საშუალება მისცენ, ისე რომ არაფერი დაუშავონო. Bakıp gitsin demiş. უთქვამს გაუშვანო. Şimdi sıçtık. ახლა რა გავქნათ? Ne yapacağız? როგორ მოვიქცეთ? ხმა მოიღეთ, რა გავაკეთოთ? Biz bu işin içinden çıkamayız. ამ პრობლემას თავს როგორ დავაღწევთ? შეხედეთ გოგო რა მდგომარეობაშია. გონი გოგო მკვდარია. ხმა მოიღე ძმაო, მითხარი როგორ მოვიქცეთ? უთხრათ გაიქცაო. სატელეფონო საუბრის შემდეგ გაქცევის საშუალება მივეცითო, მას შემდეგ არ გვინახავსო. რა სისულელეს ამბობ ძმაო, რა სისულელეს ამბობ. გოგოს აქიპოვიან, შენის მითხარი როგორ მოვიქცეთ? დავმარხოთ ძმაო. Nasıl როგორ yapacağız? დავმარხოთ? Gömeceğiz. უნდა დავმარხოთ. Bayağı gömeceğiz. ჩვეულებრივად უნდა დავმარხოთ. Kuş uçmaz kervan. უკაცრიელი ადგილია, აქ ჩიტებიც არ დაფრინავენ. აქ ვინ იპოვის? ვიტყვით გოგო გაიქცა და მას შემდეგ აღარ გვინახავსო. Ne yapacağız oğlum? იქნება არ მომკვდარა. Ya ölmediyse? Ha? ვინ იცის? Patron sinyalin kesildi. უფროსო სიგნალი აქ შეწყდა. Ne yaptılar lan? გოგოს რა დაუშავეს? Nereye götürdüler? სად წაიყვანეს? Çıldıracağım bak. გავგიჟდები ვეფა. Sinyal de alamıyor. სიგნალი აღარ მოდის. Nasıl bulacağız abi? ის გოგო როგორ ვიპოვოთ ძმაო? Git şuradan bir. წადი ბარი და წერაქვი იპოვე. Ne yapacağız? რას ვაპირებთ? მართლა უნდა დავმარხოთ? იქნებ ცოცხალია. უნდა დავმარხოთ. სხვა გზა არ გვაქვს. თუ ცოცხალია მოკვდება. ეს გოგო შარს გადაყრის. Hanımefendi. ქალბატონო, İyi misiniz? კარგად ხართ? შვილთან განშორება კიდევ ერთხელ მომიწია. Onun yüzünden. მის გამო, O yılan იმ yüzünden. გველის გამო. Burnundan fitil ამას არ შევარჩენ, ცხვირში ამოვადენ.
Affet. მაბადიე შვილო. Gidelim. წავიდეთ. O kadar kolay. ასე ადვილი არ არის, დედა. Dağbaşı abi burası. უკაცრიელი ადგილია ძმა, აქ ფეხი არავის დაუდგამს. როგორ ვიპოვოთ? İşte burası. ეს ადგილია. Tam saklanmış. გადასამალად სწორედ რომ შესაფერისი ადგილია. Kaptan. ადაკი, ადაკი. დევა. Lan hiç mi Allah'ım? ღმერთის არ გწამთ? Başka kimse var mı? კიდევ არის ვინმე? არა, სხვა არავინ არის. გითხარი, სხვა არავინ არის მეთქი. Abi yaşıyor mu? ძმაო, ცოცხალია? Ne yaptınız lan? ეს რა გააკეთეთ?
Yat lan! არ გაინძრე. დევა. არა. გთხოვ, არ მოკვდე. Allah'ınız kitabı. უფალო გემუდარები. Allah'ınız kitabı. უფალო ეს არ დაუშვა. გთხოვ. სახლში წამიყვან. ის უსინდისოები ერთად შეყარე? სახლში ჩავკეთე. შენაგდარჩი მათ მე მივხედავ. ნუ წახვალ. გთხოვ, სად მიდიხარ? პასუხი უნდა ვაგებინო მათ, ვინც ასე მოგვექცა. გთხოვ, შეჩერდი. არ გინდა. გთხოვ, ნურაფერს დაუშავებ. ნუ წახვალ. ცოცხალი დაგმარხეს, კინაღა მოკვდი. მაგრამ ცოცხალი ვარ. არ მომკვდარ ვარ. ჩემ გამო მაინც არ შეჩერდები? ვერ შევჩერდები. გულჯემა. მე მათ ვაპატიე. გთხოვ, ჩემ გამო მათ შენ საპატიე. ძალიან გთხოვ. სახლში წასვლა მინდა. სახლში წამიყვანე.
სახლში მიდივართ. აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით. დარეკეთ მოგვიანებით. დევას ვერ ვუკავშირდები. არ მაღანს ვერ ვუკავშირდები. როგორ ვიპოვა? მე გამოგართმევთ. გმადლობთ. ინებეთ. ასე იგი აქ იქნება. სად დაიკარგე შვილო? აქ ვარ მამიკო. საჭმელი მოგიტანე. გელივით მშია. ცოტა ხანს კიდევ მოვითმენ. ექიმმა მითხრა რამდენიმე დღეში გაგწერო. ჯერ სახლში დავბრუნდე, დიდებულ სუფრას გავშლი. ერთი სული მაქვს აქედან როდის გავალ. სახლი მომენატრა. დევასაც დავიბრუნებ და ჰალილ იბრაჰიმზე მდიდარი ადამიანი დედამიწაზე სხვა არავინ იქნება. მამა რაღაც უნდა გითხრა. გისმენ. ჩვენ სახლი აღარ გვაქვს. როგორ? რას ამბობ? დაიწვა. ყველაფერი ფერფლად გვექცა. დაიწვა? როგორ დაიწვა? რა მოხდა? გულჯემალი, რომელსაც შენ ასე ენდობი და რომელთანაც ქალიშვილი გაგზავნე. ჩვენი სახლის სწორედ მისი ბრძანებით გადაწვეს. სად მიდიოდი? სტამბოლში. რატომ მომიტაცეს? რას მერჩოდნენ? ჩემს დას უნდა დავურეკო. ალბათ ჩემზე დარდობს. ნოტირი მამა. სახლი გვექნება და სურსად სანოვაგეთს. მე ჯერ ცოცხალი ვარ. დევაც დაგვიბრუნდება და ისე ვიცხოვრებთ, როგორც აქამდე ვცხოვრობდით. ყველაფერს მოვაგვარებ. შენ არი ნერვიულ. მამა კიდევ რაღაც უნდა გითხრა. რა? ვუპასუხებ და დავბრუნდები, კარგი? ალო? იფექ დევა ვარ. სად ხარ? ინტერესით ვხდებოდი, რატომ არ დამირეკე? ჩახვედი? ვერ წავედი, იფექ. მომიტაცეს და ვეღარ წავედი. მაგრამ ახლა კარგად ვარ. არი ნერვიულო. გულჯემალი ჩემ გვერდით არის. ვიცოდი, რომ ის ავადმყოფი გიპოვიდა. ვინ იცის ამისთვის რა მოიმოქმედა? კარგად ხარ? იფექ, გულჯემალს არ გავუდაცივარ. როგორ? რა სისულელეს ამბობ? მისნაირი კიდევ რამდენი ავადმყოფია. სხვა ვინ მოგიტაცებდა? ისევ შეგაშინა? მატყუებ. არა გეფიცები. გულჯემალს მე დავურეკე და დამეხმარა. იფექ, ჩემი მოკლა სცადეს. რა? გულჯემალს რომ არ მოესწრო, მკვდარი ვიქნებოდი. რას ამბობ, დევა? გავგიჟდები. რა სისულელეა? ახლა კარგად ვარ. ჩემზე არი ნერვიულო. მამას არაფერი უთხრა. მამა არ გაიგოს.
როგორ არ ვუთხროდება? ჩვენ მათ არ ვიცნობთ. ისევ რომ რამე დაგიშალოთ. ნუ გეშინია. გულჯემალი ჩემ გვერდით არის. ხელს ვერავინ დამაკარებს. დამშვიდდი. შვიდეთ ვერ ვიქნები, შენი ნახვა მინდა. სათხარ? შენი მოსვლა საჭირო არ არის. სახლში მივდივართ. მოგვიანებით დაგიკავშირდები. ალო, იფეკ? არმაღან?